დღეს თემურ ქათამაძის შიმშილობის 30-ე დღე არის და ბუნებრივია მას აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება, რასაც თან ახლავს სისუსტეც, თუმცა ის თავს მაინც მხნედ გრძნობს. და დღეს იყო ის პირველი დღე, როდესაც ის დათანხმდა გამოკვლევების ჩატარების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან მას უკვე ორჯერ ჰქონდა შეთავაზება ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისგან, თუმცა ორივე შემთხვევაში ის პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე და პირველად გადაიყვანეს დღეს იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა გამოკვლევები, ასევე გადასხმები და რამდენიმე საათის შემდგომ ის კვლავ დააბრუნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში, რადგან როგორც ჩანს ექიმების გადაწყვეტილებით არ არსებობდა მისი დამატებითი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა. ჩარევა გახდა საჭირო ან გადასხმები ან რაიმე სხვა ტიპის. და როგორ შიმშილობაზეა ესეც რომ გითხრათ? ის იმყოფება სრულ შიმშილობაზე 16 იანვრიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს. დღეს თავად მესაუბრა, როდესაც დააბრუნეს დროებით მოთავსების ცენტრში, დამიკავშირდა სატელეფონო ზარის მეშვეობით და მაცნობა, რომ დააბრუნეს ცენტრში და მითხრა, რომ ჩაუტარეს გამოკვლევები და ასევე გადასხმები. თუმცა კონკრეტულად იქიდან გამომდინარე ძალიან შეზღუდული არის მისთვის სატელეფონო ზარის უფლებაც, მხოლოდ 4 წუთიანი ზარის უფლება აქვს ხოლმე. სრულყოფილად ვერ შევძელი მასთან საუბარი და უშუალოდ სამედიცინო დოკუმენტაცია ჩვენთვის ალბათ ორშაბათიდან გახდება ცნობილი კონკრეტულად თუ რა გამოკვლევები ჩაუტარდა, რა შედეგები ჰქონდა ამ გამოკვლევებს და რომელი გადასხმები. მარია, მოდით უშუალოდ ბატონი თემურის ბრალდების საქმეზე გადავიდეთ, ვიდრე თქვენ წარგადგენდით, ჩემი მოსაზრება გავახმოვანე ეთერში, რომ მას სწორედაც რომ აი ამ დროშის გამოსჯიან და რაიმე სამართლებრივი მის საქმეში არ არის. ყველა იმ ეტაპზე, როდესაც სასამართლოს შესაძლოა რომ შეეცვალა მისთვის აი ეს ღონისძიება, რაც არის გამოყენებული პატიმრობა, სასამართლომაც უარი თქვა. რას ემყარება საქმე, ზოგადად რა არის ეს საქმე სამართლებრივად? მოდი ჯერ აი ამას ვკითხავთ. დიახ, თავიდან როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის პირველად დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს და ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის დარღვევას, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რაც სახდელი სახით მას ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით შეეფარდა და როდესაც ეს იზოლატორი დატოვა, ის უკვე ხელმეორედ 16 იანვარს დააკავეს ქვეყნიდან გაძევების მოტივით. რადგან ის კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოში და ზოგადად გაძევების საკითხი არ გულისხმობს იმას, რომ სანამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირი აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული. აი აქ რა აქვს არგუმენტი ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რატომ უნდა იყოს ის მაინდამაინც პატიმრობაში? დიახ, გაძევების საკითხის გადაწყვეტამდე დაკავების კანონიერების საფუძვლებს კანონი ითვალისწინებს, ერთ-ერთი არის, როდესაც არსებობს მიმალვის საფრთხე და სწორედ ეს არის მითითებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობაში, რომელიც შემდგომში 4-ვე სასამართლომ დააკმაყოფილა, რომ თითქოს არსებობს ამ ადამიანის მიმალვის საფრთხე და სწორედ ამიტომ მისი ქვეყნიდან გაძევებამდე ის უნდა იმყოფებოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში. თუმცა უბრალოდ აი ძალიან არგუმენტს მოკლებული არ ბილად რომ თქვათ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც პირიქით ჩამოვიდა საქართველოში, იმიტომ რომ აქედან არსად არ მიმალულიყო და ყოფილიყო აქ და აქ ცხოვრების სურვილი აქვს და ყოველდღე ხედავდით აქციებზე და ძალიან აქტიური იყო, ნუ არ ვიცი ახლა რამდენად შეიძლება რომ საფუძვლიანი იყოს ეს ვარაუდი. რთულია დასაბუთებულად მივიჩნიოთ ის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს თემურ ქათამაძის მიმალვის საფრთხე, მაშინ როდესაც ეს პიროვნება საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა სწორედ მისი აქტიური საზოგადოებრივი პროტესტით გაიცნო, როდესაც მშვიდობიანად გამოხატავდა ბათუმის საპროტესტო აქციებში საკუთარ პოზიციას და მას საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა სწორედ აქედან გამომდინარე მედროშე ბაბუს სახელით შეარქვა. კი ბატონო, და მარიამ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს სწორედ პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული მისი პატიმრობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით თავად ბატონი თემური ციხიდან ახმოვანებდა იმას, რომ მას უთხრეს, რომ არ აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება, საქართველოში ყოფნის უფლება და უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან. აი რას გვეტყვით აი ამ პოლიტიკური მოტივებით? დიახ, როდესაც ვსაუბრობთ იმის თაობაზე, აქვს თუ არა ამ ადამიანს საქართველოში ყოფნის უფლება, აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ თემას, რომ ეს ადამიანი წლებია, რაც საქართველოში ცხოვრობს, ხოლო უწყვეტად იმ
იმყოფება უკვე უკანასკნელი 10 წელია საზღვრის კვეთის გარეშე. შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში თავდაპირველად ფლობდა ვიზას, შემდგომში ბინადრობის ნებართვებს, თუმცა 2020 წლის შემდგომ მას არაერთი მიმართვის მიუხედავად ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ასევე ამ წლების განმავლობაში მას სამჯერ მიმართა უკვე მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და სამივე მისიას ცდელობა უშედეგოდ დასრულდა მიუხედავად იმისა, რომ როგორც ის ამბობს, აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ასევე საქმეში დევს მისი უმაღლესი შეფასებით ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდები, როგორც არის ქართულ ენაში, ისტორიაში და ასე შემდეგ, მაგრამ მის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს საფუძვლად ედებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა, რომელიც მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას. თუმცა რა იწვევს მის მიზანშეუწონლობას? მიზანშეუწონლად მიიჩნევს ხოლმე მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას, ვინც კრიტიკულ განწყობით შეიძლება იყოს ხელისუფლების მისამართით. შესაძლოა ესეც იყოს ერთ-ერთი ბატონი თემური მიიჩნევს, რომ სწორედ განსხვავებული აზრის გამოიდევნება, რადგან ის მისი საქმიანობიდან გამომდინარე გამოირჩეოდა კრიტიკით, თუნდაც ხელისუფლების მიმართ და მას გასაჩივრებული აქვს ყველა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში, თუმცა ვერც სასამართლოში დგინდებოდა რა იგულისხმებოდა ამ მიზანშეუწონლობაში, რადგან ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება. სამივე ინსტანციაში ერთ-ერთი დავა დასრულებულია და ამასთან დაკავშირებით ის აპირებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს და ერთ-ერთი დავა ახლაც მიმდინარე არის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არის სწორედ მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. რა მოლოდინი გაქვთ? დიახ, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია რაც სასამართლოში არის ეს დავა და არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება ამ პერიოდში ჩაინიშნოს ან თუნდაც წარმატებით დასრულდეს, რადგან შემდგომშიც არსებობს, რა თქმა უნდა, მისი გასაჩივრების შესაძლებლობა და კიდევ უფრო დროში გაწევლადი არის და ეს არ დაიცავს მას ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მისთვის ტოლვის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, რასთან დაკავშირებითაც მას მიმართული აქვს სამინისტროსთვის. დროებით მოთავსების ცენტრში მიმართა მან სამინისტროს და ამ განცხადებაზე მას 3 დღეში ეთქვა უარი, მაშინ როდესაც კანონმდებლობით 6 თვიანი ვადა არის ამ საკითხის განსახილველად, ხოლო დაჩქარებულ შემთხვევაში შეიძლება 1 თვეში იქნეს პასუხი მიღებული. მას 3 დღეში უთხრეს უარი ტოლვის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე და უკვე აპირებს აი ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. სანამ ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ის მისი გაძევების საკითხი შეჩერებული არის და რჩება დროებითი მოთავსების ცენტრში. ანუ ფაქტია, ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ აი ამ ყველაფრის გაანალიზებით აქ საუბარი გვაქვს სისტემა თემურ ქათამაძის წინააღმდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ამისი თქმის საფუძველი გვაქვს ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ. მარიამ, ასე გკითხავთ, ბატონი თემური საუბრობდა უშუალოდ მასსა და დგებუაძეს შორის მომხდარზეც დაკავების შემდეგ. მოდით უფრო მეტი უთხარით ფორმულას მაყურებელს, რა მოხდა დგებუაძესა და მას შორის და არა მხოლოდ დგებუაძესა და მას შორის, იქ სხვა პოლიციელებიც იყვნენ, რამდენადაც მე ვიცი. დიახ, მან დაკავების შემდგომ როგორც მიუთითებს, მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ძალადობას და ამასთან დაკავშირებით მან მიმართა კიდევაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ ეტაპზე ის არ არის დაზარალებულად ცნობილი, თუმცა გამოძიება ამასთან დაკავშირებით წესით დაწყებულია. რადგან მას უკვე მიცემული აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენება და რაიმე სიახლე ამ ეტაპზე ამ ნაწილში არ გვაქვს. ასახელებს ამ ჩვენებაში დგებუაძეს კონკრეტულად. შეგვიძლია ვთქვათ, ხო? და არც დგებუაძე არ არის ალბათ გამოკითხული არც ამ მიმართულებით. რა ინფორმაცია? ამდენადაც მაქვს ინფორმაცია არა. კი ბატონო და ბოლოს რომ დავაზუსტოთ, ახლა ბატონი თემური სამედიცინო დაწესებულებიდან დაბრუნებულია ისევ წინასწარი მოთავსების ცენტრში და ის განაგრძობს შიმშილობას? დიახ, ის განაგრძობს შიმშილობას, რადგანაც როგორც თქვენც განმარტეთ, სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლებელსაც. რა თქმა უნდა, მისი შიმშილობა არის პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და უშუალოდ მის საქმეებთან მიმართებით, თუმცა სოლიდარობას უცხადებს ქალბატონ მზია ამაღლებელს და არაპირებს შიმშილობის შეწყვეტას, სანამ ქალბატონი მზია ამაღლებელი შიმშილობს.